ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე საკოორდინაციო კომისიის წევრებთან ერთად სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ კობახიძის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათივე ცნობით შეხვედრაზე კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ პროდუქტებზე ფასების დაწევასთან დაკავშირებით ბიზნესთან ერთად მსჯელობა მნიშვნელოვანია. კობახიძემ თქვა ისიც, რომ მოქალაქეებზე იმ სიკეთის ასახვა, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს, მათი პრიორიტეტია. ბიზნესის მხრიდან შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. კობახიძემ სასურსათო ფასებზე კომენტარი 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. მაშინ ოცნების პრემიერმა სამართალდამცა უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისა და კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისკენ მოუწოდა. მას დღეს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კომენტარში ეს საკითხი აღარ უხსენებია. ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია თავის პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისუფალი ასე თქვა შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას. თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას. თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად ასე თქვა მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვეტეთ რაღაცნაირად კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგის სამაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. ამიტომ თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით. როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოახერხოთ ჩვენ ფასების დაწევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კანცელარიიდან გამოსულმა ბიზნესმენთა უმეტესობამ მედიასთან შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემისგან თავი შეიკავა. რეგულირდება ფასები? საინტერესო გილოცავთ ყველას. ხდება რეგულირება? შეიძლება რა. რა კითხვები დაგისვათ პრემიერმა რო ორი სიტყვით რომ გითხრათ. რაზე ისაუბრეთ არგუმენტები? რა იყო ძირითადი ესალმებით პრემიერის ინიციატივას? რა კითხვები იყო ანუ მასთან და რომელი კომპანიის შემოგვიდგა? გასაგებია კომენტარში. ორი სიტყვით რო გითხრათ ბატონო, რა ისაუბრეთ, რაზე იყო საუბარი კონკრეტულად? შეხვედრა იყო საქმიანი, გაიცვალა პოზიციები, შინაარსობრივი მსჯელობა იყო საკითხთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს, დაჭირდება გარკვეული დრო სრულად შესწავლას, პარლამენტით ჩაერთვება გარკვეული დროის მერე და შემდეგ იქნება შედეგი რამდენიმე თვეში. ჩვენ თანამშრომლობთ ვაძლევთ ინფორმაციებს. პრემიერის ინიციატივას თუ მიესალმებით? მიესალმებით ფასების დაწევას, რა თქმა უნდა. ბიზნესი რას დაველოდოთ? ბოდიში, უბრალოდ გარბევა ბოდიში. ბიზნესი რას ფიქრობს, არის დასარეგულირებელი? არა, არ რეგულირდება, უბრალოდ ხდება ინფორმაციის გაცვლა, რომ მოხდეს სწორად ფასების წარმოდგენება მომხმარებლის წინაშე. რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა ფასებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. მისი თქმით, თუ ფასების საკითხის დასარეგულირებლად რაღაც შესაძლებლობა გამოჩნდება, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. იყო დიალოგი, ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც და საკმაოდ გრძელი პროცესი არის, ესე ვთქვათ, ერთ შეხვედრის ფარგლებში ეს ვერ გადაწყდებოდა. თვითონ ჩვენი სექტორი არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა ისეთ გამოწვევებზე, რაც საბოლოოდ სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე. დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფოს თავისი მხრიდან მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში, თუმცა პირველივე შეხვედრაზე გამიჭირდება, რომ რაღაც კონკრეტული სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილ საკოორდინაციო კომისიაში ქართული ოცნების ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე შედიან. მარიამ ქრივიშვილმა კერძო სექტორთან საუბარი დღეს დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ბიზნესი იზიარებს შეხედულებას, რომ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს. ჩვენ ფაქტობრივად დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომელიც მთავრობას გააჩნია უშუალოდ სამომხმარებლო სასურსათო პროდუქტებთან მიმართებაში და რა შეიძლება იყოს ის გარემო ფაქტორები, რომელიც რეალურად გავლენას ახდენს მაღალ ფასებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია და ვიტყოდი, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს შეხედულებას ასევე იზიარებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით უნდა ვუზრუნველყოთ სამომხმარებლო სასურსათო პროდუქტებზე
ფასზე ფასების შემცირება. მხარეებმა გამოხატეს მზაობა შემდგომი მუშაობის გაგრძელების ჩვენ ვაგრძელებთ ასევე შეხვედრებს გავაგრძელებთ წარმოებლებთან, შეხვედრები გვექნება ასევე დისტრიბუტორებთან და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ესეთი ნაყოფიერი შეხვედრები გამოგვივა, რითაც უკვე საერთო ჯამში მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას ფასნამატებთან მიმართებაში და შემდგომ რასაკვირველია დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან მიმართებაში. ქართულ ოცნებას, რომელსაც ფასების ზრდა ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს გაახსენდა, ოპონენტები პოპულიზმში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით პროდუქტზე ფასების კლება ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებაზეა დამოკიდებული და ქართული ოცნება ამ მიმართულებით არ მუშაობს. ჩვენ თვალსაჩინებთ ჩვეულებრივ პიარო ფარს, საკმაოდ კომიკურ ფარს და ყველანი ერთად ნახავთ, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, რომ ამ კომიკური ფარსის შედეგად, რა თქმა უნდა, ფასები არ დაიკლებს, ეკონომიკური და სოციალური ვითარება არ გაუმჯობესდება, რადგანაც ამ მიზნების მიღწევას, რაც თავისუფლად მნიშვნელოვანი მიზნებია, ფასების დაკლებას და სოციალური ვითარების გაუმჯობესებას სჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღება, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის შექმნა. და აქედან არც ერთს აი რაღაცა ფარსიკული კომისია 5-6 კაცი დაждდა ყავის სტრუქტურის მიზნით, რა თქმა უნდა, არ ემსახურება. ფასების რეგულირება კონსტიტუციით, ორგანული კანონით არის ეროვნული ბანკის საქმიანობა, თუმცა ნათია თურნავა არა ქართული ხალხის ინტერესი, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე უფრო მეტად ზრუნავს. ამის ნათელი მაგალითი იყო, როდესაც ფარცხალაძეს ამერიკის მხრიდან სანქცირებულ ფარცხალაძეს გადაეფარა და ეს ასე გრძელდება წლების განმავლობაში. ის კომისია, რომელიც შექმნა კობახიძე, არაეფექტიანია, ვინაიდან ხელისუფლების პირადად ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო გაუძვირდა ქართულ ხალხს ცხოვრება და კარგი იქნება თუ ამ გადაწყვეტილებებს გადახედავენ და პირველ რიგში საწყოზე დაწესებულ აქციის შეამცირებენ. საპარლამენტო პროცესში თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ჩვენ ვიქნებით ამ საგამოძიებო კომისიაში და რა თქმა უნდა ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის შემსუბუქდეს არსებული ვითარება და მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს დაანონსებული ინიციატივა მართლაც შედეგიანი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის და არ დაემსგავსოს მხოლოდ იმას, რომ ერთმა ბიზნეს ჯგუფმა დაჩაგროს მეორე ბიზნეს ჯგუფი და ამაში გამოიყენოს ეგრეთ წოდებული მთავრობის რესურსი. ეკონომისტების განმარტებით ოცნების ხელისუფლება ფასების ზრდის რეალურ ეკონომიკურ მიზეზებს გვერდსულის და პრობლემის სისტემურ გადაწყვეტას სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯებით ანაცვლებს. მათივე თქმით, ირაკლი ყობახიძის 24 დეკემბერს გაკეთებული მოწოდება სამართალდამცავებისადმი ბიზნეს სფეროში რეპრესიების გაფართოება, რომლის შემდეგი ნაბიჯიც ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება. დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვერანაირი სამართალდამცავი უწყების ჩარევა ფასებს ვერ დაწევს და ამას მხოლოდ უკუ შედეგი შეიძლება მოხვეს. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ყობახიძის მიდგომა უფრო საზოგადოებრივი უკმაყოფილების ჩაქრობის მცდელობას გავს, ვიდრე რეალურ ეკონომიკურ რეფორმას.